ცენტრალურ ხეივანში დღეს ორგანიზაცია ზუგდიდი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი თბილისში გამართულ აქციას სახელწოდებით არა კოლაბორაციონიზმს, არამედ ერთთან თანამშრომლობას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტთან თანამშრომლობა დანაშაულია. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის. ჩვენ ვუერთებით თბილისში დაგეგმილ აქციას არა კოლაბორაციონის, არამედ ერთთან ურთიერთობას და აქციის ჩვენ კიდევ ერთხელ ვირჩეთ ევროპას და ვამბობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის მხოლოდ ფანტაზია და არის ილუზია, არა მტერთან ურთიერთობას. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი რაიმე კავშირის დამყარება ჩვენს მტერთან, რუსეთთან გარდა დეოკუპაციის საკითხისა, რომელიც უნდა იქნოს მთავარი თემა და არა რაიმე ეკონომიკური კავშირების ან რაიმე ბაზრის გახსნის საკითხი. აქცია არა კოლაბორაციონიზმს, არამედ ერთთან თანამშრომლობას პარალელურად თბილისში მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობდა. აქცია საზოგადოება ივერია და საზოგადოება დაბრუნების ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორები მთავრობას საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.